დიდი პატივი და მძიმე ჯვარი ეს იყო ახალი პატრიარქის პირველი სიტყვები ფარული კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ. ეკლესიის გაფართოებული კრება 1200 დელეგატით და 3 კომისიით, 3 საპატრიარქო კანდიდატი და ისტორიული არჩევანი. სტუმრებისა და დელეგატების შეკრება დილის 10 საათიდან დაიწყო. 3 საათიანი კრების შემდეგ კენჭისყრის შედეგები ხმის დამცველი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ანანიამ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. 28 აპრილს გამართულ სინოდის ხდომასთან შედარებით ხმების რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 22 ხმა მიიღო ახალმა პატრიარქმა. 9 ხმა დააგროვა მრავალურბუნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა, რომელსაც სინოდის ხდომაზე 7 ხმა ჰქონდა. ხმების უცვლელი რაოდენობა 7 მღვდელმთავრის მხარდაჭერა ერგო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს. გაუქმდა ერთი ბიულეტენი, თუმცა ფარულობიდან გამომდინარე უცნობია 39 წევრიანი სინოდიდან რომელმა მღვდელმთავარმა შეიკავა თავი არჩევანის გაკეთებისგან. 57 წლის შიო მესამის ერისკაცობაში ელიზბარ მუჯურის საეკლესიო ცხოვრების გზა 1991 წლიდან შიო მღვიმის მონასტრიდან იწყება. ბოლო 9 წლის განმავლობაში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტთან ერთად საპატრიარქო ტახტის მოსაღდრის ტიტულს ადარებდა. ამის სისთვის ის პატრიარქმა თავის სიცოცხლეშივე შეარჩია. დღეს არაერთხელ აღნიშნეს, რომ შიო მესამე 151 პატრიარქის ილია მეორის გზის გამგრძელებელი იქნება. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მე-14 გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქი აირჩიეს, დღის პირველი საათისთვის დაიწყო. საეკლესიო კრებას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, მღვდლები, დიაკვნები, სამონაზვნო დასი და საერო პირები ესწრებოდნენ. საერთო ჯამში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევას 1200 დელეგატი დაესწრო. საეკლესიო კრების დაწყებამდეც ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევა უდიდესი ისტორიული და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა. სასულიერო პირებმა ერთხმად გამოთქვეს იმედი, რომ არჩევანი ეკლესიისა და ერის სასიკეთოდ განხორციელდებოდა. მე ღვთის განგებას ვენდობი. უფეროდ განაგებს ისე იქნება. შესაძლებლობა არსითიც ეს გათვალისწინებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ ორი კანდიდატი მე-9-ს დააგროვებს და მესამე ნაკლებს, ორ შორის მოხდეს კიდე ერთი შემდგი კონკურსი და მაგრამ ეს ვარაუდია, როგორ იქნება, ვერ გეტყვით. უდაოდ ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიისა და საზოგადოების ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მოლოდინებზე რა მოგახსენოთ, არის 3 კანდიდატი და დავითავს 3-ვე მოსალოდნელია, რომ გახდეს კათოლიკოს პატრიარქი. ესე იგი ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი არჩევნებისა. ყველაფერი კარგად იქნება. ჯეროდეს იყავ ნუფალო ნებაიშენი. ვითარცა სათაშინა ეგრესა ქვეყანასა ზედა. ერთმა დაგლოცოთ, ყველაფერი კარგად იქნება. როგორი მოლოდინი გაქვს მეუფეო? კარგი. ფისნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული კათოლიკოს პატრიარქი. გაფართოებული საეკლესიო კრების დაწყებამდე სამების ტაძარში სათხესასწაულო და ამავდროულად ემოციური გარემო სუფევდა. ტაძრის მგალობელთა გუნდმა პატრიარქ ილია მეორის საგალობელი კირიე ელეისონ შეასრულა, რის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ტაძარში გაისმა აღდგომის საგალობელი ქრისტე აღსდგა, შესრულდა ლოცვები და საგალობლები. სანატრელსა მას ცხოვრებას კაცთ მოყვარეს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი და უფალო შეგვიწყალენ.
მოგვიანებით სინოდის წევრებმა მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს და ლოცვა კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო წაიკითხეს. კრების მონაწილეებს პირველი სიტყვით მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მიმართა. ამის შემდეგ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი მეუფე შიო, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 გაფართოებული კრება გახსნილად გამოაცხადა. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში განსაკუთრებული მისიით შეკრიბა უფალმა. საუკუნეების წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობით დაიწყო ჩვენი ეკლესიის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. წმინდა მოციქულების ანდრია პირველწოდებულის და სიმონ კანანელის ქადაგებით განათლებულმა ერმა პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი მოციქულთა სწორის ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარაჯამოდ დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიის და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთისმსიტყვის მიტანა და მისიონერობა, მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვალდებულებს განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთ პატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი. დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას. რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსთავარი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის ასარჩევად კენჭისყრაში სინოდის 39-ვე წევრმა მიიღო მონაწილეობა. ხმების დათვლის პროცესი მედიისთვის დახურული იყო. შედეგები კი პირდაპირ ეთერში მეუფე ანანიამ გამოაცხადა. საქართველოს ახალი პატრიარქის გამორჩევა პირველივე ტურში მოხდა. სინოდის 22 წევრმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს დაუჭირა მხარი. 9 ხმა მიიღო ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო 7 ხმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე გახდა. ქმრის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ შედეგები ასე გადანაწილდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაღალყოვლად უსამართლოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 22 ხმა მაღალ ყოვლად უსამართლოესი მრავალურბნელი მიტროპოლიტი იობი 9 ხმა
მაღალ ყოვლადო სამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 7 ხმა ერთი ხმა გაუქმდა ამრიგად სრულია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეულია მიტროპოლიტი შიო თანახმაბრძანდებით დაიდგათ სრულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთისადიდებლად ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით ღვთის მადლით და სასოებით ულოცავთ მის მაღალ ყოვლადო სამღვდელოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი შიო მესამე აქსიოს ახალმა პატრიარქმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პირველ განცხადებაში მადლობა გადაუხადა ღმერთს, წმინდა სინოდს და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ პატრიარქობა დიდი პასუხისმგებლობა და მძიმე ჯვარია, რომლის ტარებაც მხოლოდ ღვთის შეწევნით არის შესაძლებელი. უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საზოგადოებას ლოცვისა და ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა ეკლესიისა და ერის სამსახური მშვიდობით გაგრძელდეს. მანო და დანო ნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატოთ ეს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა ფიქრები განცდა რაც თან ახლავს იმ არჩევანს რომელმაც სინამდვილად დაგვუნდა დიდი პატივით და მძიმე ჯვარით უპირველესად მადლობა ვწირა მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის რომელიც მოიგო ჩემს უფლისებაზე მადლობა ყველა წმინდა ღვთისმშობელს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დას ის მამა შიგოუგრიდეს სენაკის და ჩვეულის ეპარქიის მმართველს წმინდა ღვთის ალექსი სენაკეს შუშანიას და სხვა ჩვენს სასიკაკულო მოვაზე ის წმინდანებს შემწეობისა და მადლობისთვის მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მეთაურებს ჩემთანი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და შემოქმედებისთვის, გაცნობიერებული მაქვს ერთი მწირი ამ მოწოდების სიდიადე და აბი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიცირე და უზრუნველობა საფუძველ ყოველდღიურ გარეუბანს ყოველ წმინდა დედაქრისტიანს წმინდა და დას ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს პატრიარქთა ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვას ასევე ქართული ხალხის ლოცვას და სიყვარულს თქო ფილოსოფ ჩემთვის ფილოსოფ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის რათა ერთობი სიყვარული და მშვიდობით მადლობა უარი და ისევ და გამაგრძელოთ ჩვენი საქმრება
საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს და საქართველოს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილღვთომილობის ეროვნულ დღესასწაულზე გაიმართება. სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დილის 10 საათზე დაიწყება.